ყაჩაღობა ზუგდიდში დღეს გამთენი ისას დამნაშავეები ერთ-ერთ ბენზინ გასამართ სადგურში შეიჭრნენ. თავდასხმა სოფელ ცაიშში მოხდა, ორმა შეიარაღებულმა პირმა სადისპეჩეროდან მცირე თანხა, მობილური ტელეფონი და სალარო აპარატი გაიტაცა. ერთ-ერთი დამნაშავე პოლიციამ დაახლოებით 15 წუთში ცხელკვალზე დააკავა, გავრცელებული ცნობით დაპატიმრებულია მეორე დამნაშავეც. ბენზინ გასამართი სადგურის თანამშრომელმა თავდასხმები უკვე ამოიცნა. პიროვნება მოვიდა ბოთლით ხელში. მე ვეგონა რომ საწვავი უნდა გამოვედი შენობიდან და იარაღი დამადეს და მithეს შიგნით შემოდიო. მე ვთხარი თანხა არაფერი არ მაქვს და უფრო წაღებული აქვს თანხა და შიგნით შესვლას რა აზრი აქვს მეთქი და ერთი შევარდა შიგნით და მერე შევამჩნიე რომ ჩემი მობილური ტელეფონი და ის საგასო აპარატი ხონდა წაღებული.